ყველაზე სახალისო ინფორმატიული ექიმები. 4 ცნობილი და გავრცელებული მითი ქალებისა და მამაკაცების შესახებ. ვინ უფრო ჭკვიანია, ქალი თუ მამაკაცი? როგორ დამთავრდება სქესების ბრძოლა ექიმებში? მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ექიმები. დღეს შაბათია და ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, ვისაუბრებთ მედიცინაზე, რაც თავარია, დღეს იქნება განსხვავებული გადაცემა, მეტად სახალისო და მეტად ინფორმატიული. არა, ნამდვილად იქნება სახალისოც, განსხვავებულიც და ინფორმატიულიც, მაგრამ მე ისედაც უმცირესობაში მყოფ სამამაკაც შორის, დღეს სულ მარტო მომიწევს ბრძოლა და მათ წინააღმდეგ და მათი მოგერიება. როგორც უკვე შევთანხმდით და ყველამ ვიცით, რომ ქალები და მამაკაცები მუდმივად ერთმანეთთან ბრძოლაში არიან, ვინ უფრო ძლიერია, ვინ უფრო მაგარია, ვის მეტი შეუძლია. ერთმანეთის ჯინაზე ვაკეთებთ რაღაცებს, ერთმანეთს ვეპრანჭებით რაღაცეებით და შესაბამისად არსებობს მითები ქალების და მამაკაცების ძლიერებაზე. ჩვენ მამაკაცები ვეთანხმებით მამაკაცების ძლიერებას, აი ნინოს რა მოგახსენოთ. დღეს ჩვენ სწორედ ამ მითების ნაწილზე ვისაუბრებთ. და დღეს ექიმებში დაიმსხვრევა 4 ასეთი მითი ქალებისა და მამაკაცების შესახებ. ჩვენ ვისაუბრებთ და გავარკვევთ სინამდვილეში რა ხდება. პირობითად დღეს გელოდებათ ქალების და კაცების ბრძოლა. ზოგიერთი ისეთი სასაცილო საკითხიც კი საკმაოდ მნიშვნელოვანია და პრინციპულია, როცა ეხება ქალების და კაცების წინააღმდეგობას. აი მაგალითად ესეთი როგორიც არის. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, სპერმატოზოიდი თუ კვერცხუჯრედი? ორივე ერთმანეთთან თუ არ იქნა მაინც ერთს საჭიროა და მეორეც და რა ფერი გითხრა? როგორ არის? ინდივიდუალურია ძალიან ეს, იმიტომ რომ ზოგ სპერმატოზოიდი უფრო ევასება, ზოგ კვერცხუჯრედი. სპერმატოზოიდი ალბათ, იმიტომ რომ კვერცხუჯრედი რო არის, უბრალოდ არის და მე გამოდის და თუ ის არ მიეხმარა, არაფერს არ აკეთებს. ერთის და მეორის გარეშე იასნა ბავშვი არ იქნება, ხო? სპერმატოზოიდი რო არ იყოს, კვერცხუჯრედში ვერაფერი ვერ ჩაისახება. ბიოლოგი არ მისწავლა ცხოვრებაში მართლა. არ ვიცი. რა ვიცი, მე ვფიქრობ ლიფსიდა უფრო მნიშვნელოვანი არის რა. უნდა შევიდეს და განვითარდეს, ისე ბავშვი ვერ გაჩნდება. მოკლედ ფაქტია, რომ ამ საკითხში მოსახლეობამ შეთანხმებას ვერ მიაღწიათ, ჩვენ შუა შეგვიძლია რამითი დავეხმაროთ, რამე სასარგებლოა. დავეხმაროთ უნდა. რა გიდევთ მან ხალხო რა ხდება? მე მაქვს აკვარიუმი, რომელშიც მოთავსებულია პირობითად კვერცხუჯრედები. ჩემს აკვარიუმში კიდე მოთავსებული არის პირობითად სპერმატოზოიდების, ნამდვილად ესენი თავკომბალები არიან, მაგრამ იმედია ჩვენი ამფიბია მეგობრები არ იციან. გაგვარკვიეთ, რა საპირებთ, რა ხდება მან? რადგან უკვე უპირატესობებზე დაიწყო საუბარი, ხვდებით რომ ნამდვილი ბრძოლა გველის. მას ასე რა არის კვერცხუჯრედი და რა ფუნქცია აქვს მას? კვერცხუჯრედი ეს არის ქალის სასქესო უჯრედი, სფერული ფორმის, მრგვალი, ლამაზი, მსუქანი უჯრედი. ერთნაირი ფორმის არის ყველა ისინი. საკმაოდ დიდი უჯრედია, დაახლოებით 15 მიკრონის ზომის. იგი ატარებს დიდი რაოდენობით ყვითრს თავის ციტოპლაზმაში, ანუ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც განაყოფიერების შემდეგ ერთი კვირა ყოფნის ემბრიონს და ის ძალიან თადარიგიანი უჯრედია და ასევე აღსანიშნია, რომ იგი ატარებს ქალის დნმ-ის ერთ ძაბს, ანუ ნახევარ ინფორმაციას მომავალი ორგანიზმის ინდივიდის, ანუ ადამიანის შესახებ. და აქვს ერთი სასქესო ქრომოსომა, ოღონდ ეს არის აუცილებლად X ქრომოსომა, განსხვავებით მამაკაცის უჯრედისგან. გადავიდეთ ახლა ჩემს აკვარიუმზე, აქ მოთავსებული არის, როგორც გითხარით, სპერმატოზოიდები. სპერმატოზოიდი არის ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე პატარა უჯრედი, მაგრამ მნიშვნელობით დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სპერმატოზოიდს აქვს ბირთვი, რომელშიც არის თავმოყრილი გენეტიკური ინფორმაცია, ის რაც მას სჭირდება. აქვს თავისი ენერგიის მარაგი, გაჩვენებთ როგორ გარბიან ჩვენი პატარა სპერმატოზოიდები, როგორ მოძრაობენ. ზოგადად ძალიან მოძრავი უჯრედები არიან.
აქვს კუდი, რომელსაც გამუდმებით ამოძრავებს და ის არის მუდმივად მოძრაობაში. ის თავისი ფორმით და შინაარსით არის ძალიან რაციონალური უჯრედი. საკმაოდ კონკურენტუნარიანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ თავის კოლეგასთან ერთად უწევს მოძრაობა. ანუ შიდა კონკურენციაზეა. შიდა კონკურენცია არის, კვერცხუჯრედებს არ ჯიბრებით ჯერჯერობით და მინდა გითხრათ, რომ ის საკმაოდ რაციონალური უჯრედი არის. ატარებს თან მხოლოდ იმას, რაც მას ჭირდება, გენეტიკურ ინფორმაციას და ენერგიას იმისთვის, რომ ეს მიიტანოს დანიშნულების ადგილზე, ანუ კვერცხუჯრედთან. აი ნახეთ, როგორ იგრძნობა უკვე კაცის ხასიათი. აი გაიხსენეთ ამბავშიც. კოტე, გაიხსენეთ. ჩვენი ქალბატონები კვერცხუჯრედები კი შედან და შვიდად ელოდებიან, რომელი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. კოტე, აი გაიხსენე, მაგალითად, როგორ ალაგებენ ბარგს ქალი და მამაკაცი. მამაკაცი დებს ჩემოდანში მხოლოდ იმას, რაც ჭირდება. მე მაგალითად როცა ჩემოდანს ვალაგებ, ვდები მხოლოდ და მხოლოდ იმ ნივთებს, რომელიც მე გამომადგება მოგზაურობაში. დასაკეთებს ჩემი მეუღლე, ალაგებს ყველაფერს, რაც ხელში მოხდება. ამოაწყებს კიდე მეგობარს, მეზობელს, რაღაცებს, ჩაალაგებს უზარმაზარ ჩემოდანში და მიაქვს თან. იგზენით განსხვავება. მიხვდით ვინ კაცია და ვინ ქალი. ამით მithმა მინდა რომ აქედანვე ჩანს უკვე ქალის და მამაკაცის ხასიათი. და უყანგებისკენ ხო არ მიდიხარ. არა, უბრალოდ ეს ენერგია, რომელიც მოთავსებულია, რომელიც გითხარით ერთი კვირა ყოფნის ემბრიონს, ის აუცილებელია, ხო? ჩემი ცოლიც ესე ამბობს, რომ ყველაფერი ჭირდება, რასთან მიექნა. დარწმუნებული ვარ, კვერცხუჯრედიც არ იყენებს ყველაფერს. მაგრამ უკანა გზაზე რომ მოდიხარ, შენი ჩემოდანი უფრო შევსებული არ არის ხოლმე? სპერმატოზოიდები უკან არ ბრუნდებიან. არ ბრუნდებიან. აქ ძალიან საინტერესო ფაქტია კიდე რა მინდა გითხრათ რომ ეს იგი როდესაც ბავშვი იბადება გოგონა მას აქვს რეზერვი ამ კვერცხუჯრედების სადღაც 1 მილიონამდე ხოლო აი ზრდასრულ ასაკამდე ანუ რეპროდუქციულ ასაკამდე როდესაც ის მიაღწევს მის აკварცხებში ვითვლით სადღაც 300,000 კვერცხუჯრედს მაგრამ განაყოფიერების შანსი აქვს 400 კვერცხუჯრედს საერთოდ ამ რეპროდუქციული ცხოვრების მანძილზე თვითონ კვერცხუჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის საკმაოდ ხანმოკლე ანუ 24 საათი ანუ როდესაც ის გადადის საკვერცხიდან მუცლის ღრუში და მიიტაცება ფიმბრიებით, ფალობის მილების ფიმბრიებით და მოგზაურობს საშვილოსნოს ღრუსკენ და ელოდება სწორედ იმას, რომ სპერმატოზოიდები მას დაეწევიან და ერთ-ერთი მათგანი გაანაყოფიერებს მას. ანუ 24 საათში თუ ვერ დაეწია 24 საათში თუ ვერ დაეწია კვერცხუჯრედი საკმაოდ ფაქიზი უჯრედია, ძალიან ადვილად იღუპება, ძალიან გრძნობიარია გარემო პირობებისადმი და 24 საათში ის იღუპება. და როგორც ყველა ქალი, ის ისეთივე მგრძნობიარო და ადვილად დაზიანებადია. ნინო, შენ როგორც თქვი, კვერცხუჯრედი ატარებს მხოლოდ და მხოლოდ X ქრომოსომას. ნამდვილად, იმიტომ რომ ქალის სქესი არის 2X ქრომოსომა. კვერცხუჯრედისგან განსხვავებით, სპერმატოზოიდი ატარებს ან X, ან Y ქრომოსომას. ამიტომ ბიჭი დაიბადება თუ გოგო, ეს დამოკიდებული არის სპერმატოზოიდზე. ამიტომ დიდი გავლენა. ანუ ჩვენ კიდე ერთ მითს ვამსხვრევთ, სრულიად შემთხვევით, რომ გაგიგიათ ალბათ, რომ ცოლმა ბიჭი არ გამიჩინა, არ გამომადგა კაცს, საიდან მოვათრიერა იყო და ეს და ამისთან და ტექსტები გაგიგიათ და სინამდვილეში გამოდის, რომ საერთოდ არაფერ შუაში არ არის, ქალის სქესის განსაზღვრაში. სქესის განსაზღვრა, მეგობრებო, ჩვენი ბრალი ყოფილა და ვაღიაროთ ეხლა ეს ამბავი. უნდა ვაღიაროთ. რაც შეეხება სპერმატოზოიდების სიცოცხლის უნარიანობას, მინდა გითხრათ, რომ ისინი კვერცხუჯრედზე გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ, 3-დან 5 დღემდე შეუძლიათ მათ იცოცხლონ. თავს ძალიან კარგად გრძნობენ საშვილოსნოს გარემოში, მათი განადგურება ძალიან ძნელია. კვერცხუჯრედისგან განსხვავებით, მათი მიმოცვლა, ნივთიერებათა ცვლა გარემოსთან საკმაოდ შეზღუდული არის. ისინი მხოლოდ და მხოლოდ აკეთებენ თავის საქმეს. მიდიან კვერცხუჯრედისკენ, რომ ის გაანაყოფიეროს. მოკლედ, როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, კვერცხუჯრედის ერთადერთი ფუნქცია არის მხოლოდ ის, რომ ის უნდა განაყოფიერდეს. და სპერმატოზოიდის ერთადერთი ფუნქციაა ის, რომ გაანაყოფიეროს კვერცხუჯრედი. ანუ ერთმანეთის გარეშე მათ არსებობას აზრი არ აქვს. ანუ კოტე გამოდის, რომ ამათი ამხელა დავა და კამათი მიდის იმაზე, რომ სიყვარულით დაასრულეს. სიყვარულით დაასრულებენ და არც ერთ შემთხვევაში არც ერთი რომელიც ძლიერია და 5 დღეს ცხოვრობს თუ მას ინახავენ კიდევაც როგორც გამიგეთ მეორე რომელიც აიწყალი 24 საათში აღარაფრის მაკნისია ერთადერთი ფუნქცია აქვს მარტო რომ განაყოფიერდნენ გაანაყოფიეროს ერთმა მეორე ანუ ერთმანეთის გარეშე ამ უჯრედების არსებობას აზრი არ აქვს და შესაბამისად მითი იმის შესახებ რომ ერთი მეორეზე უკეთესია ნამდვილად დამსხვრეულია იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ უკვე მათ ერთმანეთის გარეშე არანაირი ფუნქცია და აზრი არ გააჩნიათ და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიური თვალსაზრისით თუ შევხედათ, კვერცხუჯრედი ბევრად უფრო ძნელად მოსაპოვებელია ვიდრე სპერმატოზოიდები, იმიტომ რომ როდესაც განსაკუთრებით ხელოვნური განაყოფიერებისთვის ემზადება ქალბატონები და ამზადებენ მას, რომ მიიღონ მისგან კვერცხუჯრედები, რომლებიც შემდგომ როგორც ვიცით, ნაყოფიერდება და ინერგება საშვილოსნოს ღრუში, სტიმულაციას აკეთებენ საკვერცხების სპეციალური გორმონული საკმაოდ ძვირად ღირებული პრეპარატებით, რომ რამოდენიმე კვერცხუჯრედი მომწიფდეს და შემდგომში ანესთეზიის ქვეშ ქალს უკეთებენ პუნქციას უკანათა
თაღის და იქედან იღებენ რამოდენიმე საკმაოდ ძვირფას კვერცხუჯრედს. აუ ხელა ფასი დაადოე. და სპერმატოზოიდი მოგეხსენებათ რომ შედარებით ადვილად სუპერმარკეტში არის კიდევ, მაგრამ ადვილად შეგიძლია მოიპო. ასე რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაც ეკონომიურ ფასეულობებს ეხება, დამერწმუნთ რომ კვერცხუჯრედი უპირატესია. ნინო, შენ ახლა რაც არ უნდა ეცადო მოპოვება ფასები, რაღაცა ვალუტის სვლა დაასახელო და ეკონომიკური ბალანსი, ამას არ უშველის. ფაქტი ნამდვილად ის არის, რომ ამ ორ უჯრედს ერთმანეთის გარეშე არანაირი ფუნქცია არ გააჩნია, არანაირი აზრი არ აქვს მათ არსებობას და შესაბამისად გამოდის, რომ ბრძოლის პირველ რაუნდში ანგარიში არის ფრე. ნახოთ რა მოხდება შემდეგ რაუნდში. მაშასე მითი ნომერი 2. არსებობს ესეთი მითი, რომ მამაკაცი უფრო ჭკვიანია ვიდრე ქალი. ეს მითია გոտე? გაჩნია ვის უკითხავ. არ უნდა შეშლოდა. ამიტომაც გავარკვიოთ ეს მითია თუ რეალობა და ჩვენ ძვირფას აუდიტორიას მოგმართავთ თხოვნით. დაგვეხმარეთ, თქვენ გაქვთ ნიშნები, რომლითაც გვინდა რომ დაგვანახოთ თქვენი აზრით, მითია თუ რეალობა, რომ მამაკაცი უფრო ჭკვიანია ვიდრე ქალი. მე მგონი ყველა მიიღო მონაწილეობა. დარბაზის უმეტესობა ამბობს, რომ ეს არის მითი. ხოლო სინამდვილეში ეს არის მითი. რა თქმა უნდა. ანუ ქალბატონებმა ამ შემთხვევაში სწორად აწიეს თავისი ნიშნულები და დასკვნად სწორე გამოვიტანეთ. მაგრამ მოდით გავარკვიოთ ახლა გამომდინარე ჩვენი გამოკითხვიდან, ვისი ტვინი უფრო კარგად მუშაობს და როგორ არის საერთოდ მოწყობილი. აი აქ ჩემთან ხელმაჯვნივ თქვენ ხედავთ სასწორზე განთავსებულ ორ ტვინის მაკეტს. მინდა გითხრათ, რომ ეტყობა რომელია აქ მამაკაცის უკვე, ალბათ მამაკაცის ტვინი არის უფრო მძიმე. დაახლოებით არის 650 გრამი მამაკაცის ტვინის საშუალო წონა და დაახლოებით არის 560 გრამი ქალის ტვინის წონა. წონით უპირატესობაში ჩვენ ვართ. წონით გავიგე რომ 100 გრამით მეტი ვართ, მაგრამ ჩვენზე ჭკვიანები რატო არიან? ეს 100 გრამი ამას ეხლა ჩვენ კიდევ უფრო გავღრმავდებით და გავივლით. ეხლა გავიგებთ რატომ ჭამენ კაცები უფრო მეც, რატომ გვაქვს უფრო მეტი ტოლვა მეორე სქესისადმი, ქალები რატომ არიან უფრო ალერსიანები, რატომ არიან უფრო ნაზები და მშვიდები ჩვენგან განსხვავებით. გავაკვირდეთ, მოკლედ, ქალი და კაცი ვნახოთ ვინ მოიგებს ამ ბრძოლას, ტვინების ბრძოლას. მაშასე მამაკაცის ტვინი დაახლოებით 10%-ით უფრო დიდია ვიდრე ქალის. 4%-ით მეტი უჯრედებია მასში. შესაბამისად ჩვენ უფრო ძლიდი ძალა გვაქვს რომ ვიაზროვნოთ უკეთესად და უკეთესად შევხედოთ გარემო სამყაროს. ეს ერთი. ამის შემდგომ რომ გავაგრძელოთ ჩვენ და შევხედოთ ვიდეოს, ჭამის მადა რა კარგია. ძალიან გვიყვარს ჩვენ ჭამა, ბუტერბროდები, მწვადები, ყველაფერი მამაკაცები გამოვირჩევით ამ მიმართულებით, ქალებისგან განსხვავებით. და სექსი, ბევრად უფრო მეტად გვიყვარს სექსი. არა, არ გვიყვარს, უფრო მეტად მივილტვით მეორე სქესისადმი. დედრობითი სქესი უფრო პასიური ამ შემთხვევაში და ჩვენ გველოდება. ამ შემთხვევაში ჰიპოთალამუსის ზომა განსაზღვრავს აი ამ მდგომარეობებს, რაც ჩვენთან მამაკაცებში შედარებით უფრო დიდი მოცულობის არის. შემდეგი ეს არის თავის ტვინის რუხი ნივთიერება, რომელიც დაახლოებით 7-ჯერ უფრო მეტი რაოდენობით გვაქვს და ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ლოგიკური აზროვნების უფრო კარგი უნარი გვაქვს. და შემდეგი ეს არის მარცხენა ნახევარსფერო, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ლოგიკური აზროვნება უკეთესია, ჩვენ უფრო კარგად ვაზროვნებთ და ორიენტირებთ სამყაროში და გარემოში, მათ შორის რუქაზე და ქალაქში. გაშაყირებ კოტე? არ გაშაყირებ, მე მინდა ეხლა გკითხო, ქალის ტვინი როგორ არის მოწყობილი და გთხოვ გაჩვენო. პირველ რიგში გაიხსენე, აი საჭესთან რო სუზიხარ და სადღაც მიდიხარ, ვინ მიგითითებს არა, და გეუბნება კოტე აქეთ გაუხვიე კოტე იქ. ჩემი მეუღლე არის დომინანტა და მე სადაც არ მივდივარ მოგზაურობაში, ის ყოველთვის მიგებს და მჯობნობს. ეხლა თქო დაგვენახოთ ქალის ტვინი როგორ. ეხლა ნინო სერიოზული გამოწვევის წინაშე ხარ? პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე. ქალები უფრო მაგრები ხო ვართ? კარგი. მართლა ესეა, რაც მაგრები ვართ, ქალები ვართ. ეხლა აგიხსნით რატომ? ქალები სინამდვილეში ყველაფერს მართავენ, შლიან და აწყობენ, იწყებენ, გეგმავენ, ამთავრებენ, ანუ ყველაფერი ჩვენ ხელში. ლაპარაკობენ. ყველაფერი, კარგად ლაპარაკობენ. რაც შეეხება ტვინს, ქალის მართალია, კაცის ტვინი უფრო ზომით დიდია, მაგრამ და ქალის ტვინი უფრო პატარა, მაგრამ როდესაც საქმე იმას ეხება, რომ დიდი უფრო უკეთესია ვიდრე პატარა, ეს ტვინთან არანაირ კავშირში არ არის დამერწმუნებული. ქალის ტვინი 12% უფრო მეტ ნეირონულ კავშირებს შეიცავს. ანუ რას ნიშნავს ეს? ჩვენი ტვინი უფრო სწრაფად მუშაობს.
ჩვენი ტვინი უფრო მეტ კავშირს ამყარებს სამყაროსთან და უფრო სწრაფად გადმოსცემს ინფორმაციას. ქალების IQ მეტად უფრო მაღალია ვიდრე კაცების. არც ნაკლები და არც ტოლი, ხას უსვამ, არც ნაკლები და არც ტოლი, არამედ უფრო მაღალი, ანუ ქალები არიან უფრო მაღალი ინტელექტის მატარებლები. გესმით, კაცები? გაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ ვართ უფრო მაღალი ინტელექტის მატარებლები. შემდეგი, ჩვენ მოგვაქვს სიცოცხლე ბუნებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ უფრო ალერსიანები. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენ შვილებზე უფრო მეტად და უფრო მეტ სითბოს გამოვყოფთ ბუნებაში და გადავცემთ როგორც ჩვენ შვილებს, ისე თქვენს მათ შორის. მოდი შევთანხმდეთ, რომ ქალები უფრო ალერსიანები ვართ. მარტო ვერ მოგაქვთ თან. და კიდევ რითია ეს გაპირობებული, იმიტომ რომ ქალებს გვაქვს ბევრად უფრო მეტი თეთრი ნივთიერება ტვინში, ვიდრე მამაკაცებს. 10 ჯერ უფრო მეტი თეთრი ნივთიერება, რაც გვეხმარება ჩვენ რომ შევასრულოთ ერთდროულად მრავალი დავალება. მოგეხსენებათ, ქალებს ერთდროულად შეგვიძლია მრავალი დავალების შესრულება. ხომ მეთანხმებით ესეა? იმ დროს ეს ხდება იმ დროს, როდესაც მამაკაცები ერთი და იგივე პრობლემას უკირკიტებენ გაუთავებლად, სანამ არ გადაწყვეტენ, მეორეს ვერ დაიწყებენ და მეორეზე ფიქრი არ შეუძლიათ. ჩვენ კი ერთდროულად ვაკეთებთ ძალიან ბევრ საქმეს. ესეა? ესეა. მე კიდევ ერთი საკითხი. თქვენ როგორც აღნიშნა კოტემ, იყენებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ საცოდავ ნახევარსფეროს. ჩვენ ვიყენებთ ორივეს ერთდროულად. ეს არის გაპირობებული რითი, რომ ჩვენ გვაქვს უფრო კარგი корпус კოლოზუმ, უფრო დიდი და უფრო განვითარებული. ანუ კავშირი უკეთესი. კავშირი ნახევარსფეროებს შორის, მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებში არის უკეთესი, უფრო სწრაფი თქვენგან განსხვავებით. ხომ ვიცით ქალებო, რომ ჩვენ აზრებს გადმოვცემთ უფრო სხარტად, უფრო მარტივად, უფრო გასაგებად და აი ეხლა გადმოვცემთ აზრებს, მაგალითად შევთანხმდით. გადმოცემაზე ყველას ვეთანხმები, მაგრამ აი ხარის. აი ეხლა მე მინდა ერთი ყველაზე ძალიან კარგად გასაგები და მარტივი აზრი გადმოგცეთ. ქალები უფრო მაგრები ვართ. მოკლედ მითი ნომერი 2 დამსხვრეულია იმის შესახებ, რომ მამაკაცები უფრო ჭკვიანები ვართ ვიდრე ქალები. ნუ ყოველ შემთხვევაში ტვინის დონეზე თუ ვიმსჯელებთ მაინც, ეს მითია. ზუსტად რომ ტვინის დონეზე კოტა ეს ნამდვილად მითია. იმიტომ რომ ჩვენი ტვინი არის უფრო სხარტი. ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად შევასრულოთ მეტი დავალება და ამ შემთხვევაში დამერწმუნე ზომები არაფერს განსაზღვრავენ. რაც ტვინს ეხება, დიდი არ არის უკეთესი. ანუ გასაგებია ყველასთვის, რომ ეს არის მითი, რომ მამაკაცები უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე ქალები და ეს რაუნდი დამთავრდა ჩვენ სასარგებლოდ. ანგარიში არის 1-0 ქალბატონების სასარგებლოდ. მე მგონი უკეთესია სანამ მართლა ბრძოლა გაჩაღებულა რეკლამა გამოვაცხადოთ, მაშინ ასე ექიმები მალე დაბრუნდება ეთერში და ჩვენ გავაგრძელებთ მითების მსხვერპლს. არ გადართოთ. რეკლამის შემდეგ. ვისი ბრალია უშვილობა? ჩვენი ექიმებისა და რეპროდუქტოლოგის პასუხი დედამთილებს. როგორც შედიოს უსულობა, ორი ადამიანია ამისთვის საჭირო. როგორია უშვილობის მიზეზები პროცენტულად? ექიმები დაბრუნდა და ვაგრძელებთ მითების მსხვერპლს ქალებისა და მამაკაცების შესახებ. ანგარიში არის 1-0, როგორც ნინომ გითხრა, ნუ რას ვიზავთ, ქალია და დაუთმეთ. გადავდივართ მომდევნო თემაზე, რომელიც მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პრობლემატური და ძალიან საინტერესოა და ხშირად ხდება და ალბათ გაგიგიათ თქვენც, რომ უშვილობა არის ხშირად ქალბატონების ბრალი. როგორც კი რამოდენიმე თვეში, თქვა, პატარძალი არ აღმოჩნდება ორსულად, ეგრევე საქმეში განგაში ტყდება, ეგრევე საქმეში ერთვება დედამთილი და იწყება რომ ეს ბავშვი სამკურნალო. აბა ბიჭი კი არ იქნება არ არსებობს ბიჭი კარაქიანპურზე გაზდილი, ნაპატივები. ნატურალურ პროდუქტზე მყავს გაზდილი, რა ჭირს ჩემ შვილს სამკურნალო და ეგრევე იწყება ამ საცოდავი გოგოს წინ დაუგან ექიმებთან ტარება და აბა მკურნალობა და აბა წამალი და თქვენ წარმოიდგინეთ ამ მკურნალობაში საერთოდ არ მოიაზრება კაცის არსებობა. მხოლოდ ქალები ყოფილან თურმე სამკურნალო და მიზეზი და პრობლემა იმის რომ უშვილობაა ოჯახში გადაწყვეტილია საზოგადოებაში რომ ეს არის ქალის ბრალი. არ მეთქარება. რაც მე გამიგია, ძირითადად ჩემს ახლობლებში უფრო ქალის პრობლემა არის, რამდენადაც მე. ქალები ვართ სუსტები და პრობლემა არის უფრო ხშირი ქალებში ვიდრე მამაკაცებში. არ ვიცი ეხლა
ვერ ყვევი ახლა შიგნით რა ხდება, მაგრამ просто კაცის პრობლემა არის, მე ეგრე ვყვი. ჩემიზით ორი არ სამშავე. ხშირად ქალს ჩემს ნაცნობებში ძირითადად ეს პრობლემა. ქალებს აბრალებენ სტატისტიკურადაც. როგორც ვიცი, ალბათ უფრო ქალების შემთხვევა არის. არსებობა რომ გაარკვიონ, რომელშია პრობლემა, აი ეს არის პრობლემა. ესეთი აღშფოთება არ გვინდა, მაგრამ მოდი ჩვენ გავარკვიოთ. რაშია პრობლემა? ქალია დამნაშავე ამაში თუ მამაკაცი და მას ასე მითი ნომერი 3. მითია თუ რეალობა რომ უშვილობა არის ქალის ბრალი. აუდიტორიის უმეტესობა და სრული უმეტესობა ერთის გარდა ფიქრობს რომ ეს არის მითი. სინამდვილეში ეს არის მითი. თუ რატომ არის მითი, ამაზე გიპასუხებს ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ჩვენი კოლეგა, ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი ქალბატონი მაკა გეგეჭკორი. გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მობძანდით. ჩვენი დევიზია გადაცემის და ალბათ თქვენც იცით და დაგვეთანხმებით, რომ წყალი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ მე შემოგთავაზებთ პირველივე ჭიქა წყალს, რომ გავიმარტივოთ ჩვენ საუბარი და ჯანმრთელობას მივხედოთ. და ბახმაროს არიც მივირთვათ. ჩვენ როგორც ვიცით, თქვენ გაქვთ უდიდესი გამოცდილება ამ სფეროში, რასაც ქვია რეპროდუქციული ჯანმრთელობა. ამიტომ გვაქვს იმედი, რომ დღეს ჩვენთან ერთად ჩვენთვისაც საინტერესოდ გასაგებად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ახალგაზრდებო, მივესალმები კოლეგებს. მე პირველ ნაწილში უსმენდი სახალისო წამოწყებას თემისას და შეიძლება აუდიტორიას ვთქვათ, იმედები გაუცრიო, რომ თქვენი ესეთი შეჯიბრის სტილი ბოლოს მაინც იქამდე მივა, რომ გამარჯვებული არ იქნება. იმიტომ რომ მეტი ესეთი ჰარმონიული ერთობლიობა, ვიდრე ქალი და მამაკაცია, უბრალოდ არ არსებობს. იცით რა, მე არც ქალურ სოლიდარობას მოვიშველიე, არც იმას, რომ ორი ვაჟის დედა ვარ და ეს ჩემთვის ძალიან საყვარელი კასტა არის მამაკაცები, მაგრამ ვიტყვი რეალობას, რომ ერთი მეორესგან, როგორც უკვე ვთქვი, ერთიანობას ვერ განვაცალკევებ და დავარღვევ, მაგრამ ვარ რა რეპროდუქტოლოგი და კარგად ძალიან დეტალებში ვიცნობ ქალის ორგანიზმს, ვფიქრობ, რომ ქალის ორგანიზმი არის ძალიან საინტერესო და მამაკაცები არ მიწყენენ, მამაკაცის ორგანიზმი სტრუქტურულად არის ძალიან პრიმიტიული. თუმცა ეს თავის ხიბლს არანაირად არ კარგავს ერთმანეთს. ხალხთან მაკა, როგორც მოისმინეთ, იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მითია თუ რეალობა, რომ უნაყოფობა ძირითადად არის ქალის ბრალი. მოდით თავდაპირველად უფრო დეტალურად ავხსნათ, როგორ არის განაყოფიერების მექანიზმი, როგორ ხდება ეს პროცესი და თუ რა წინააღმდეგობები შეიძლება შეხვდეს. დავიწყოთ თავიდან, თქვენთვის კარგად ცნობილი პირველი ნახევრიდან კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერწყმის ერთმანეთს და ეს არის განაყოფიერების პროცესი და ეს არის ახალი სიცოცხლის დასაწყისი. ერთი კვერცხუჯრედია საჭირო განაყოფიერებისთვის. ასეა, ერთი ანაყოფიერებს, მაგრამ იმიტომ რომ იმ ერთმა მიზანს მიაღწიოს, მისთვის იღწვის მილიონობით სხვა სპერმატოზოიდის ორგანიზმიდან გამოყოფილი ისეთი ფერმენტები, რომლებიც კვერცხუჯრედის გარს დაშლის და ის ერთი უკვე ყოჩაღია თუ არა თქვენთვის მომინდია, ის ერთი შეაღწევს და მოახერხებს იმას, რასაც განაყოფიერება ქვია. ჩავამატო, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ხდება ამ სპერმატოზოიდებს ამ გზის გავლის დროს. რა თქმა უნდა. უნებრივად შექმნილი ბარიერები, რომელიც ეს გადარჩევას უწყობს. და პირველი ბარიერი ეს არის საშო, სადაც ისეთი მჟავე რეაქცია, სადაც სპერმატოზოიდების 2/3 იღუპება და აი ამ დაღუპულის კორიდორში, ასე ვთქვათ, ის გადარჩენილი 1/3 გაივლის და აგრძელებს მერე ეს 1/3 რამოდენიმე მილიონია სხვათა შორის. რამოდენიმე და მე გეტყვით ეს 1/3 გენოციდს უწყობენ სპერმატოზოიდებს. არა, ეს 1/3 თუ არ არის დაახლოებით 9 მილიონი, რომელიც კიდევ ზედასასქესო გზებში ვთქვათ გმირულად ბრწყალებში გმირულად იღუპება და საშვილოსნოს მილამდე სადაც განაყოფიერება ხდება მიაღწევს შეიძლება განაყოფიერება არ შედგეს ბუნებრივად. ბოდიში გაგაწყვეტინებთ, უბრალოდ მინდა რომ უფრო თვალნათლივ ვაჩვენოთ ეს პროცესი ჩვენს მაყურებელს და ვნახოთ პატარა გრაფიკა. ეკრანზე. ეს არის ბევრი სპერმატოზოიდი, როგორც მოგახსენეთ ქალბატონმა მაკა, მილიონობით, რომლებიც მიილტვიან კვერცხუჯრედისკენ, რომელიც აი ესე ერთი მშვიდად ზის და ელოდება თუ ვინ გაიმარჯვებს. და მოვიდა პრინცი. ძირითადად, ხო, ეს არის სწორედ განაყოფიერების პროცესი, რომლის შედეგადაც დაუყოვნებლივ იწყება ამ უჯრედის დაყოფა და შემდგომში აი ეს განაყოფიერებული უჯრედები მიემაგრება საშვილოსნოს კედელს და იწყება
ემბრიონის ჩამოყალიბება და საბოლოოდ მივდივართ ახალ შობილის ეს პოზიციამდე. მომავალი ადამიანია. ეს მომავალი ადამიანი. კოლეგებმა ახსენეს ახლა უშვილობის პრობლემა. გასაგებია რომ უფრო ხშირად ქალები მოყავთ ექიმთან ამ პრობლემის გამოსასწორებლად. გავიგეთ როგორ ხდება განაყოფიერება, როგორ ხდება ეს ყველაფერი გრაფიკას ძალიან კარგად ნახეთ. სინამდვილეში როგორ ხდება მართლა ქალის ბრალია ეს ყველაფერი? და როგორია ეს პროცენტული შეფარდება ქალის და მამაკაცის? მე ვფიქრობ რომ ამ მითს საფუძველი აქვს იმიტომ და არა მარტო საქართველოში, მარტივი მიზეზის გამო, რადგან ორივეს გარკვეული ქმედების შედეგად ორსულდება ქალი, ბუნებრივია, მითის გამართლება იმით შეიძლება, რომ პირველი კონტაქტი ექიმთან, რადგან ქალი არ დაორსულდა, არის ქალის. მხოლოდ ეს არის და ეს. ზოგადად ქალი ქვეცნობიერად მუდმივად განაყოფიერებაზე ფიქრობს. არის პროკრეაციული. მამაკაც არა აქვს ეს. ეს ამით ერთს არ განადიდებს და მეორეს არ აკნინებს. უბრალოდ ეს ასეა. უბრალოდ ჩვენ ასეთები ვართ. ქალი უფრო მეც ფიქრობს მაგაზე ვიდრე კაცი. მე არ მithქვამ სექსზე თქვენ პირველ ნაწილში ეს ძალიან ხაზგასმით აღნიშნეთ. განაყოფიერებაზე. განაყოფიერებით თავდება. გასაგებია, მაგრამ აი მაგალითად, როდესაც მიზნობრივად შენ ადამიანს აქტივობისკენ უბიძგებ, მამაკაც ამას ვერ დაუგეგმა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასე მარტივად ანაწილებს 40% არის ბრალი ქალის, ანუ ქალის მიზეზით შეიძლება შედგეს უნაყოფობა, 40% მამაკაცის, 15% საერთო რაღაცა პრობლემის გამო და 5% ითვლება უცნობი გენეზის უნაყოფობად, როცა ვერ ადგენ მიზეზს დღესდღეობით შეიძლება გავიდეს 5-10 წელი და ეს მიზეზიც გადანაწილდეს. ისე წინ წავიდეს მედიცინა. როგორც აღნიშნეთ არის ქალის ბრალი 40% მამაკაცის ბრალი და 20% ნაწილდება ეს ანუ მაინც აქაც თანაბარი პასუხისმგებლობა გვაქვს. სხვა რამეს ვიტყოდი ხო აღარ დავასრულე ფრაზა. ტენდენციები, სტატისტიკური კვლევის ტენდენციები, როცა შეფასდა უკვე ეს მიზეზობრივი სიტუაციები ამ თვალსაზრისით, უქადიან რომ მომავალ 20 წელს მამაკაცების ინფერტილობის პროცენტული ზრდით გამოირჩევა. ჩვენს მაყურებელს ესეთი გასაგებენაზე ჩამოუყალიბოთ ძალიან მარტივად და მოკლედ თუ რატომ არ შეიძლება მხოლოდ იყოს ქალის ბრალი უშვილობა და რატომ არ უნდა ვატაროთ მხოლოდ ქალები ექიმთან, იმიტომ რომ თქვა ოჯახში არ არის შვილი. განმეორდები, ჯერ მარტო რომ შედგეს ორსულობა, ორი ადამიანია ამისთვის საჭირო. თუ ესე მარტივად ჟღერს, მსმენელებიც ალბათ გაიგებენ ამას. ხშირად ორსულობა ისეთი უცნაური ფენომენია, იცით რომ ძალიან ბევრი პროცესი, საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფება, მისი გადასვლა და მოხვედრა საშვილოსნოს მილში, აი იმ აუცილებელი ოდენობის სპერმატოზოიდის მოხვედრა, მათი შეხვედრა, ქალის მენსტრუაციული ციკლის ფაზის მიხედვით საშვილოსნოში ხელსაყრელი ადგილის მოძებნა, ეს ყველაფერი არის დროში გათვლილი სინქრონი, რომელიც ბუნებამ შექმნა. და თუ ეს რაღაცა, თუნდაც ერთი დღის, რამდენიმე საათის ინტერვალით ისე არ ხდება, შეიძლება ვერ შედგეს. ამიტომ, როცა ორიენტაცია ექიმის ღონისძიებების და მცდელობების მხოლოდ ქალზეა, შეიძლება იქ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი მამაკაცის სახით დაკარგულია. და პირიქით, როდესაც ვთქვათ, მამაკაცი ამაში ერთვება დაგვიანებით, უკვე მოგვარებული ქალის სიტუაცია შეიძლება ისევ დარღვეული. ასე რომ ეს პროცესი უნდა იყოს პარალელურად, სინქრონში, რომ შედეგი იყოს მაქსიმალური. ალბათ, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვეხმარეთ ამ ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მითის დანგრევაში და საჭირო მითის დანგრევაში. უშვილობა არის ძალიან დიდი თემა, რა თქმა უნდა, ეს მარტო არ არის ქალის ბრალი, უშვილობას ჩვენ კიდევ უფრო დიდ და შემდეგ გადაცემას დავუთმობთ ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მაკარო ვიყავით ჩვენი სტუმარი, უნდა დაგემშვიდობოთ აუცილებლად. რაც შეეხება ანგარის, აქაც არის ფრე, თუმცა დედამთილებს რომ ნამდვილად მოუგეთ, ამაში მე მგონი ყველა მეთანხმებით თელი აუდიტორია. რაც შეეხება მითების ხრევას, ძალიან მალე გაგრძელება რეკლამის შემდეგ და არ გადართოთ. რეკლამის შემდეგ მითი ნომერი 4 და ექსპერიმენტი ექიმების სტუდიაში. ამაში მაინც მოგიწევთ. ვინ უფრო მეტად ტკივილამდანია? ქალი თუ მამაკაცი და რა ანგარიში დასრულდება შეჯიბრით? ექიმები დაბრუნდა სტუდიაში, დღეს ვაგრძელებთ მითების მსხრევას და დღეისთვის ბოლო მითი ნომერი 4.
არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ქალები თითქოს ტკივილს უკეთ იტანენ, ვიდრე მამაკაცები. მე მინდა მივმართოთ დარბაზს. თქვენი აზრით, მითია თუ რეალობა, რომ ქალები ტკივილს უფრო მარტივად იტანენ? დარბაზის დიდი უმრავლესობა თვლის, რომ ეს რეალობაა. მოდი ლევან, სანამ ვეტყოდეთ მაყურებელს ეს ნამდვილად მითია თუ რეალობა, ჩავატაროთ ერთი ექსპერიმენტი. ვნახოთ თუ როგორ იტანენ ერთსა და იგივე ტკივილს მამაკაცები და ქალები. რას აპირებ? რას ვაპირებ და? აი ახლა გეტყვით რას ვაპირებ. ესე იგი, ჩვენ ვიცით რომ ქალები ხშირად ვიკეთებთ წარბების კორექციას. მოგეხსენებათ რომ ეს არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ჩვენთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ასე რომ ახლა ამ ჩემი ექსპერიმენტისთვის მჭირდება ორი მოხალისე და ვნახავთ თუ როგორ გადაიტანენ ამ ტკივილს მამაკაცები. ერთი გოგო მჭირდება და ერთი ბიჭი, მაყურებელი. აბა ვინმე ვიაქტიურებ შეიძლება. ეხლა თქვენ ძალიან გატკენენ. არა, აშკარად რაღაც საინტერესოს გვიწყობს ნინო. მინდა გაგეცნოთ თქვენი სახელი? გიორგი. თქვენი? ძალიან სასიამოვნოა. როგორც გითხარით, ჩვენ უნდა ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი, თუ როგორ გადაიტანენ ტკივილს მამაკაცი, ერთნაირ ტკივილს მამაკაცი და მარიამი. მე ხელში მიჭირავს პატარა ინსტრუმენტი, ეს არის პინცეტი, სკალპელი არ გეგონოთ, არამე ქირურგიული ინსტრუმენტი, მოდით დავიწყოთ გოგონათი. პატარა კორექციას გავაკეთებ, ესე ვთქვათ. ერთი. სად ისწავლე ნინო? ორი. გაუტოვე რაღაც. გოგონა იტანს წარბ შეუხრელად, მინდა გითხრათ ამ იმდენია მოდი ექსპერიმენტს. გიორგი, ახლა გადავიდეთ თქვენზე. ანუ ჩვენ ვნახეთ მარიამის გმირული რეაქცია ამ ექსპერიმენტზე, წარბიც არ შეუხრია მას, როგორც თქვით, ასე რომ ახლა გიორგი, არა მარტო წარბის არაფრის შეხრა არ გაბედო, აბა, შენთან ვარ. მამაკაცური სოლიდარობა სტუდიიდან. ცოტა მიუჩვეველი ამბავი ახლა მამაკაცებისთვის. უკვე შეიხარა. ერთი, ორი. დააგლიჯა ყველაფერი. და სამი. როგორც ხედავთ? საერთოდ მაინც შევიხაროთ წარბი მარიამისგან განსხვავებით. მინდა ერთი რამე გთხოვოთ. გვაქვს ტკივილის შეფასების 10 ბალიენი შკალა. მე მინდა რომ თქვენი ტკივილი ამ შკალის მიხედვით შეაფასოთ 1-დან 10-მდე. ანუ როგორ ტკივილად ჩათვლით ამას? რამდენ ქულას მიანიჭებთ ამ ტკივილს, რომელიც თქვენ განიცადეთ, მარიამ? მიანიჭებ 1-ს. 1 ქულას. მარიამ, ზუსტად იცი რომ 1 ქულას ანიჭებ მაგ ტკივილს, რასაც გაუძელი? და თქვენ? 3. ანუ ცოტათი უფრო მეტი ვიდრე მარიამი. ნახოთ ეს სისტემა, ანუ მარიამი ამბობს რომ ეს იყო 1 ბალით შეფასებული ტკივილი. ანუ უმტკივნეულო გამოვა. ანუ ფაქტიურად უმტკივნეულო, ხოლო გიორგი ამბობს რომ ეს ტკივილი იყო 3 ქულის ტოლფასი. ანუ უფრო მეტი ვიდრე მარიამის მიერ განცდილი. მაგრამ უმნიშვნელოდ ტკივნეულიო, წავიკითხე მე. მაგრამ მაინც უმნიშვნელოდ ტკივილი. უბრალოდ განსხვავება ფაქტია რომ გიორგიმ უფრო მტკივნეულად აღიქვა ეს პროცესი ვიდრე მარიამმა. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა მარიამ, მადლობა რომ დაგეხმარეთ ამ ექსპერიმენტს. აი, ნინო, რა შეეხება შენს გახარებას და აი ამ ბედნიერებას დავზანდით აქ. სანამ მე ნინოს სიხარულის შეგრძნებებს გავაქრობდე, მანამდე მინდა მოგიწოდოთ ყველას რომ დალიოთ წყალი, რომ თქვენ არ გაგიქრეთ სიხარულის შეგრძნება და იყოთ ბედნიერები, ოღონდ გახარებულები, არა იმით რითიც ნინო იყო. კოტეა, ერთ-ერთზე ხო არ მივდივართ მე. აი ხა მე შენი იმედი. ერთ წყალი და მოძლიერდი და შეუტიე. თქვენი დახმარების იმედი მაქვს ბიჭებო. სხვა შემთხვევაში არაფერი არ გამოვა. და რადგან ესეა, მოდი ავხსნათ ტკივილის მექანიზმი. ტკივილი იმდენად მრავალფეროვანი შეგრძნებაა, რომ აი ამის შემსწავლელი მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციაც კი არსებობს. და აი სწორედ მათი გადმოცემით ტკივილის მექანიზმი, ანუ განვითარება, არის ესეთი, გამღიზიანებელზე მოქმედებს და სანამდე დადგებოდეს ქსოვილის დაზიანების მომენტი, მანამდე იშორებს გამღიზიანებელს. ანუ ტკივილი არის თავდაცვითი მექანიზმი. რომ არ დაზიანდეს ადამიანი. მექანიზმი ამას მეორე მომენტიც არის, რომ შეიძლება მოიშორო გამღიზიანებელი, მაგრამ დგება ფაქტი, როდესაც სწრაფად დგება ქსოვილის დაზიანება და უკვე ტკივილია. მაგ შემთხვევაში ვერ იშორებ გამღიზიანებელს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში წავეთ წარმოშობილი ტკივილის პირველი რეაქცია გახლავთ ის, რომ მოიშოროს გამღიზიანებელი. ანუ მოიშოროს ის, რამაც გამოიწვია ტკივილი. და იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე ქსოვილი დაზიანებულია, ეს ტკივილი გვეუბნება, რომ მოდი მივხედოთ ამ უბანს, რომელიც უკვე დაზიანებულია, რომ რა არ დადგეს უფრო სავალალო შედეგი. ხო, არ გვეუბნება, მოდი ექიმთან მივიდეთ. ხო, რომ მიმართოთ თუნდაც ეგ. შესაძლებელია, მაგრამ ნინო, აქ არის მარტივად დამცველობ იმაზე, რომ ტკივილი
ეს არის ადამიანის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია გამღიზიანებელზე. გამღიზიანებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი რაღაც, რაც გამოიწვევს ჩვენში ტკივილს. ზუსტად ეს იყოფა ორ ნაწილად: პოტენციური ტკივილის გამომწვევი და უკვე მიზეზი, რამაც გამოიწვია ტკივილი. აი ძალიან მარტივად შეგვიძლია გითხრათ ახლა ეს გრაფიკაზე. ადამიანი, რომელსაც აქვს კარგად განვითარებული რეცეპტორები, ასე ვთქვათ, სპეციალური რეცეპტორები, რომელიც გადასცემს კიდევს გაცხელებულ ტაფასხელს, გადაეცა რეფლექსი ტვინში, ეს ხდება ძალიან სწრაფად, წამის მიათეთში პრაქტიკულად და მან გამღიზიანებელს მოაშორა ხელი. ანუ ამით მოხდა რა, რომ არ განვითარდა დამწრობა, ანუ რეალური ტკივილი იმის გამო, რომ დაზიანდა ქსოვილები. მე შემიძლია გაჩვენოთ გრაფიკაზე, როცა ადამიანს საერთოდ არ აქვს აი ეს აღქმის რეცეპტორები და ნახეთ, შეეხო გამღიზიანებელს, ანუ ცხელ ნივთს ტვინს არ გადაეცა სიგნალი და ადამიანი არ აშორებს ხელს გამღიზიანებელს, ანუ არ მოიშორებს გამღიზიანებელს და აი ამ შემთხვევამ და ესეთმა და პათოლოგიამ შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. კვერცხივით შეიწვება ეს ხელი მე. არა მარტო ხელი ბატონო კოტე, მე იქ რო თანდართული ინფექციები ვრცელდება, ამაზე აღარ მინდა ვისაუბრო, მაგრამ ანუ დათო შენ გინდა გითხრა რომ ქალებში და მამაკაცებში ეს აბსოლუტურად ერთნაირი მექანიზმია და არანაირი განსხვავება სქესში არ არის. აბსოლუტურად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აი ეს გზა, აი ეს რეცეპტორები, რომელიც კანზე ძალიან აქტიურად არის განლაგებული და მათ შორის ყველაზე მეტი არის თითებზე განლაგებული აღქმელი რეცეპტორები დაზიანების ქალს და კაცს აქვს აბსოლუტურად ერთნაირი. გზა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ყველაზე ესეთი აქტიური ხელი, ადამიანი ყველაზე მეტად გარემოსთან კონტაქტში შედის საკუთარი ხელებით. ქმედება განსაკუთრებით მე როგორც ვიცი, თითის ბალიშებია ყველაზე მგრძნობიარე. ყველაზე მგრძნობიარე, იმიტომ რომ აქ ნერვული დაბოლოებებია, საკმაოდ დიდი რაოდენობით თან და ალბათ ეს განაპირობებს რეცეპტორების დიდ რაოდენობას, მაგრამ მინდა დავასრულო ის, რომ რეცეპტორების თითებზე ან კანზე განლაგება სქესის ბრალი ნამდვილად არ არის. მე და ნინოს აბსოლუტურად ერთნაირად გვაქვს ეს რეცეპტორები განლაგებული, უბრალოდ აქ ძალიან ინდივიდუალურად ტკივილის აღქმა. როგორ აღვიქვავ ტკივილს მე, როგორ აღვიქვავ ტკივილს ნინო. იმას როგორ აგვიხსნით დათო, რაც ახლა მოხდა ექსპერიმენტისას, ანუ მამაკაცმა უფრო შეიმჩნია თუნდაც უმნიშვნელო ტკივილი შევატყეთ რომ მეტად შეატყო. ეს როგორც ზემოთ აღვნიშნე, ტკივილის შემსწავლელმა მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციამ ძალიან დიდი კვლევა ჩაატარა ამისთვის და აი ამ კვლევისთვის ერთი კარგი შედეგი დადო, რომ რეალურ ამტანობაში ტკივილს მამაკაცი უფრო მეტად იტანს, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, რომ ქალი ტკივილთან დაბადებიდან და მისი ფუნქციონალურობიდან გამომდინარე ადაპტირებულია, შესაბამისად ქალებს წუწუნი ნაკლებად ახასიათებს ესეთ ეგრეთ წოდებული. ანუ ადაპტირებას შენ გულისხმობ სამშობიარო ტკივილისადმი არის რა თქმა უნდა, დაბადებისთანავე ქალი მზად არის, აიტანოს ეს ტკივილი, რასაც ქვია სამშობიარო ტკივილი. და ამას გვაყვედრიან კაცობრიობის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში და სულ გაიზახიან ერთი შენ გამშობიარო. მაგრამ არ შეგვიძლია ზუსტად აი ამიტომ რომ გენეტიკურად ეს ქალბატონში ჩადებულია, დაბადებისთანავე იწყება ეს ტკივილის ამტანობის და გაძლების ადაპტაცია. თუმცა მექანიზმი ზღურბლი და გავრცელება ტკივილის არის აბსოლუტურად ერთნაირი და ამტანობა არის ინდივიდუალური. უბრალოდ ქალებს ახასიათებთ ნაკლები წუწუნი, იმიტომ რომ ისინი ადაპტირებული არიან ტკივილთან. მე გეტყვით რომ ჩემს პრაქტიკაში მაგალითად როდესაც ვაკეთებ ლიპოსაქციას, ხო, ლიპოსაქცია არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურა პლასტიკურ ქირურგიაში. პაციენტების უდიდესი უმრავლესობა არიან ქალები. კი, მაგაზე მე ცალკე მოგიყვებით. არიან დაახლოებით 10% მამრობითი სქესის პაციენტები, რომლებსაც ანალოგიური პროცედურა უტარდებათ დაახლოებით ანალოგიურ ზონებში და ანალოგიურ რეგიონებში. პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ ეს, არ ვიცი, ის არის რაც ჩვენ ვისაუბრეთ გენეტიკიდან მომდინარე ქალის დაცვითი ფუნქცია, თუ ეს არის ადამიანის ამტანუნარიანობა თუ რა არის, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ გეტყვით რომ ქალების უმრავლესობა მაგიდაზე წერს აბსოლუტურად მშვიდად. აბსოლუტურად მშვიდად უძლებენ 2, 3, 4, თუმცა გასაძლები არც არის არაფერი, მაგრამ გარკვეულ ტკივილთან მაინც დაკავშირებულია ეს. გასაოცარი სხვაობა, იმიტომ რომ კაცები ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ამ პროცედურას პრაქტიკულად ვერ იკეთებენ და ყოველთვის გვიწევს ხოლმე მათი დაძინება და ზოგადი ანესთეზიის პირობებში ამ პროცედურის წარმოება. აი ეს არის ის რეალობა, რომელსაც მაგალითად მე ჩემ კონკრეტულ პრაქტიკაში შემიძლია ვთქვა, რომ ქალები ბევრად უფრო ამტანები, გამტანები და მომთმენები არიან
მე მივახლოვდით ორი თნოს, რა არა? შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ მივახლოვდით, მაგრამ კოდე პროფესიულად და ინდივიდუალურად ნუ მივუდგები სამი. რა შეიძლება ჩემს პროფესიას, ზოგად ქირურგიას, აი, ჩემთან საოპერაციოში ქალსაც და კაცსაც დამერწმუნოთ ყველას ძინავს, იმიტომ რომ ამ ჩარევას ვერც ერთი ვერ გაუძლებს. არც გენეტიკური. მე სამწუხაროდ შედარების საშუალება არ მაქვს, იმიტომ რომ მე მხოლოდ ქალები მყავს პაციენტები. ამაში მაინც მოგიგეთმები, იმიტომ რომ მე ორივე მყავს პაციენტები. და ბავშვებში როგორ არის ლევან? მინდა გითხრათ, რომ ბავშვებს ზუსტად ისევე ტკივათ, როგორც უფროსებს, როგორც ჩვენ, ისევე ტკივათ პატარებს. უბრალოდ თუ ამ პრობლემას შევხედავთ იმ თემის ჭრილში, ასე ვთქვათ, რომელი თემა ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის, არსებობს ესეთი მოსაზრება, აი კოტეც ამბობდა წეგან, რომ თითქოს გოგონები უფრო ვაჟკაცურად უძლებენ ამ ტკივილს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი დათოს დავეთანხმები, აბსოლუტურად ტკივილის მექანიზმი აბსოლუტურად ერთნაირია გოგონებშიც და ბიჭებში. მე ვფიქრობ, რომ აქ უბრალოდ იმაზეა ლაპარაკი, რომ ბიჭებისგან ცოტა უფრო მეტ სითხოვენ. აი განსაკუთრებით მშობლები წარმოიდგინეთ ახლა ოდნავ მტკივნეული манипуляცია, თქო, ნაკერი აქვს მოსახსნელი ბავშვი და შემოყავთ სამანიპულაციოში. წარმოიდგინეთ ახლა 2-3 წლის ვარდისფერ ლოყებიანი ძალიან საყვარელი ბიჭუნა და გზაში მამამისი არიგებს. აბა, შვილო, კაცი ხარ თუ პრობკა, არ შემარცხინო, მოიწმინე ტკივილი, არ იტირო. რა თქმა უნდა, ის ბავშვი რო იტირებს, რა თქმა უნდა, ჩდება მე ეს მითი, რომ აუ, როგორ იტირებს. გოგონა თუ იტირებს, იმას არავინ არაფერს არ მოსთხოვს. ანუ ლევან, გითხარი ხა ეს მითია თუ რეალობა? მე მგონი უკვე სულყოდანი მიხვდით, რომ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე მითია თუ რეალობა, რომ ქალი უფრო მეტად ამტანია ტკივილის მიმართ, პასუხი არის, რომ ეს არის მითი. როგორც აღმოჩნდა, ამ რაუნდშიც ფრეარის გამოვიდა ისე რომ თოს ქალებმა მოიგეს. არა, ქალებმა კი არ მოიგეს, ჩვენ დაუთმეთ როგორც გახსოვთ. არა, არა. ხო, გარკვეულწილად ეგრეც ვთქვა. ქალებმა კი არ მოიგეს, ჩვენ წავაგეთ. ჩვენ წავაგეთ, კარგი. და არა მარტო დღეს ლევან, ჩვენ კიდევ ბევრი ბრძოლა გველოდება წინ და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. არ დაგვაუწყდეს ის, რომ ჩვენ ვართ ექიმები და არა ვართ მებრძოლები და მეომრები. დღეს ძალიან ბევრი და საინტერესო თემა განვიხილეთ, გავიგეთ ის, რომ ტვინის წონის და მიუხედავად ქალი მაინც უფრო გარკვეულ მომენტებში სწრაფი და სხარტი აზროვნებით გამოირჩევა. გავიგეთ ის, რომ კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი უერთმანეთოდ ვერ იცხოვრებენ და ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. გავიგეთ ის, რომ უშვილობა მხოლოდ ქალის ბრალი არ არის და ეს განსაკუთრებით მინდა უთხრა დედამთილებს, რომლებიც დაეტაკებიან ხოლმე თავის რძლებს და ძალიან კაცრად განიხილავენ და გავიგეთ რომ ტკივილ-ამტანი არავითარ შემთხვევაში არ არის ქალი უფრო მეტად, ეს არის ინდივიდუალური სუბიექტური თვისება ადამიანისა გამოხატოს ან იგრძნოს გარკვეული ტკივილის შეგრძნებები. იმედია ისიამოვნეთ დღევანდელი გადაცემით. შევხვდებით შემდეგ შაბათს საღამოს 7 საათზე და კიდევ ძალიან ბევრ მითს დავანგრევთ თქვენთან ერთად. დროებით.